კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია დღეს დადიანების მუზეუმის დირექტორს შეხვდა და ის ტერიტორია დაათვალიერა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ გააცხვისა. ოდიშარია აცხადებს, რომ არსებობს ბევრი კითხვა სამინისტრო კი გააკეთებს ყველაფერს, რომ ტერიტორია მუზეუმს დაუბრუნდეს. მინისტრი დღეს შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმყოფებოდა. დაათვალიერა შენობა შეხვდა თეატრის ხელმძღვანელობას. ოდიშარია თვლის, რომ ზუგდიდის თეატრს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. თავის ტერიტორია ხელუხლებელია, ესა მეც მეგონა ადრე რომ ეგ ტერიტორია იყო მუზეუმის, მაგრამ აღმოჩნდა რომ ნაწილი მისი გასხვისებულია, გაფორმებულია კერძო პირზე, რაც თვითონ გაუგონარი მოვლენაა. კიდე უკვე როდესაც გავეცანი საკითხს, რამდენიმე კითხვის ნიშანი გამიჩნდა და არსებობს ეს კითხვის ნიშნები. მე ხლა მივდივარ თბილისში, ვიგრიბებით სპეციალისტები იქნებიან მან ყველანი და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მუზეუმს დაუბრუნდეს და ქალაქს დაუბრუნდეს ეს მშვენიერება კანონის ფარგლებში და რაც მთავარია, თუ საჭირო გახდა, შესაბამისი ორგანოები გამოიკვლევენ ამ ვითარებას. დაიცავი საქართველოს ლიდერი კახა მიქაია ხელისუფლებას მოუწოდებს დადიანების ისტორიულ სასახლეს ნაკრძალის სტატუსი მიენიჭოს, რათა ისტორიული ძეგლის ტერიტორიაზე არ დაიწყოს კერძო მშენებლობები. მიქაიას განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს სასახლე ეკონომიკის სამინისტროს მიერ ადგილობრივ მთავრობას გადაეცა და შემდეგ ბიზნესმენ ლევან ქარდავაზე გასხვისდა. მიქაია სამეგრელო ზემოსვანეთის ყოფილ გუბერნატორს ზაზა გოროზიას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გოროზიას დადიანების სასახლის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას სამეგრელო ზემოსვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ სპეციალურად ჩამოიყვანა რუსეთიდან ბიზნესმენი ლევან ქარდავა, რომელიც ეხლა წალენჯიხის მაჟორიტარია ნაციონალური მოძრაობიდან და აყიდინა ეს ტერიტორია. ამ ტერიტორიაზე გოროზიას სურდა სასტუმრო კომპლექსის აშენება.